მაგისალმებით ჩემლამაზე მეგობრებო, იმედია კარგად ხართ, იმედია მოგწონთ ეს ჩემი ვლოგები, ნელ-ნელა ვეჩვევი რომ ყოველ დღე პატარ-პატარა მომენტები გადაგიღოთ. დღეს არის შაბათი, დილიდან უკვე ვიყავი სამსახურში, დილის 7-ზე დავიწყე, რომ 10-ზე წამოსულიყავი, რაც შეიძლება მალე. ამიტომ შემდეგ მოვედი, კარგად მივირთვით, გავაკეთეთ ბრუნჩ. ხო და ეხლა გამახსნა რომ მეთქი უნდა გადავიღო, რადგან მივდივართ რაღაცნაირი სხვანაირი ზოოპარკია. ეძახიან საფარის თავისუფლება. ანუ ცხოველები შეგხვდება, პარკი არის, ბავშვები მიყვავს ზოოპარკში. ზოოპარკში. მატარებელია, მატარებელში ჩავჯდებით და ეს მატარებელი წაგვიყვანს აქეთ-იქით და გვაჩვენებს ცხოველებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად წავალ, წაგიყვანთ ჩემთან ერთად და გაჩვენებთ რა და როგორანაირად. წავედით. რა ღია? მატარებელი რომელიც წაგვიყვანს და მოგვატარებს ზოოპარკს. აქ არის რესტორანი და უკვე შეიძლება რომ ბავშვებმა გაიქცენ, გამოიქცნენ. იქით უკვე არიან. აი აქ ეს როგორ არის ტახი მე მგონი, ხო ტახები არის აქ. ლუიზა არ მცილდება. ხედავ მზე როგორც კი აღარ არის, მე ცივანი. როგორც კი მზე აღარ არის, მზე რომ მოვა, კაი ამიდია. საათში დაიძრება ჩვენი მატარებელი. ახლა შეიძლება რომ ბავშვებმა აქ პარკში ითამაშონ და იქით პატარა კენგურუებია და იქ შეიძლება რომ წავიდეთ ვნახოთ პატარა კენგურუებს. On va voir les petits kangourous. C'est bon, j'ai le numéro. C'est des wallabies.
ლუის საერთოდ არ აინტერესებს ცხოველები. Via. ამას პარკი რა ინტერესებს. მოდი, აქ დაჯექი, მოდი. Voilà, მიდი. აი, ეგრე. C'est bientôt l'heure en plus de prendre le train. Mais non, imagine, il te griffe ou quoi? C'est pour ça qu'on peut dire que les sangliers, c'est des animaux qui sont nuisibles. Alors dans la famille du sanglier, on a le sanglier, on a les et on a les petits marcassins. Alors dans le parc on a plusieurs portées, on a le plus grand qui est né environ 7 mois. Là on a deux portées qui sont à peu près identiques, ils sont nés environ 4 mois et demi. Et normalement on a les plus petits qui sont nés également. Ah oui, bien d'ailleurs. Chez le thème, on a ce qu'on appelle le bramussaire. Alors je pense que la plupart d'entre vous connaissent bien. Et pour les 2-3 petits qui connaissent pas, on va faire très simple. Le chat, il va se dérouler à partir en petit. Ça sera très justement ça va attirer le mec qui va faire la biche. Et il va et à attirer de la biche qui ne sera plus à manger. აი ჩვენც მოვედით სახლში, როგორც ნახეთ ძალიან ლამაზი ადგილი იყო. სახლში როგორც კი მოვედით ხორცი უკვე მზად იყო, დავიდმა ჩართო როგორ დაანთო ცეცხლი და მწვაც წვავს. მინდოდა მეჩვენებინა რა გავაკეთე, როგორც კი მოვედით. აი ეს. როგორც იცით, ტიტებს ვდებთ მიწაში ოქტომბერში, ამიტომ აი აქ დავთესე 10 ტიტა და იქითაც რომ მარტში და აპრილში ლამაზი ტიტები ამოვიდეს. აქ ჩვენთან ეზოში ისევ რემონტობანაა, რადგან ვაკეთებთ გზას. აქ ჩვენ უბრალოდ გქონდა ქვიშა დაყრილი და ყველანაირი პატარა და საშინელი და ყველანაირი ეკლებით სავსე რაღაც პატარა ბალახები ამოდიოდა. ცუდი ბალახი ამოდიოდა ყველგან. ამიტომ გადავწყვეტეთ რომ გავაკეთოთ გზა. და აი აქ დავასხათ ასფალტი, ანუ გუდრონი, ანუ მიხვდით რაზე ალაპარაკე. ამიტომ იქნება სუფთად, ლამაზად, აღარ გვექნება ქვიშები სახლში, მანქანაში. პატარა ქვიშები სულ იყო მანქანაში ხოლმე ამ თეთრი ქვიშების გამო. ეს მწვადი. ბევრს არ ვწვავთ, მარტო სამნი ვართ. ბავშვები უკვე ჭამენ მაკარონს და სოსის. ამიტომ ასეთი ამბები გვაქვს ჩვენ. ნელ-ნელა მოდის ზამთარიც. პამიდორი უკვე ავიღეთ, რა თქმა უნდა.
რაც მოვკრიფე მწვანე ნორმალური მწნილად ჩავდე კი მწნილი გავაკეთე ქალმა. გაჩვენებთ ახლა გარაჟში შევალ და გაჩვენებთ ჩემ მწნილს. ძალიან ვამაყობ. ძალიან. ჩემი მწნილი ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ. ამიტომ ზამთარს გემრიელი სახში დამზადებული მწნილი გვექნება პამიდურის. ასეთი ამბებია მეგობრებო. ასეთი ამბებია. ჩემ ლამაზ ვარდებს გაჩვენებთ სახში. ულამაზესი წითელი ვარდები მაქვს. აი, ნახეთ როგორი ლამაზი ვარდები მაქვს, წითელი და ბორდო თუ ხო უფრო წითელი კვასკას ვარდები. ძალიან გაისუნი აქვს. ეს დენისის პატარა კალათბურთის კალათა. ეს სახში თამაშობენ ხოლმე დენისი, ნიკა, ჩემი ძმა და დავიდი. თამაშობენ ხოლმე, ერთობიან. ეხლა უკვე ცივანელნელა, აღარ არის კაი ამინდი და ხშირად ვერ გავდივართ გარეთ. აი ესე მეგობრებო, აქაც რამოდენიმე მწვანე პამიდორი დამჩა. მაგრამ ისე მეწოდება გადაგდება, აი მწვანე პამიდორები. ციგაჩვენოთ. ამას უყურე, აი მწვანე პამიდორი. ვნახე რომ რაღაცა სალათებს აკეთებენ, რა ვიცი, თუ გავაკეთებ თუ არა და არა უშავს. ხილი მაქვს ბევრი, უნდა რამე გამოვაცხო. ვფიქრობ რომ ხვალე ვაშლისგან გავაკეთებ შარლოტს. ამ ბანანისგან კიდე რამე კექს გამოვაცხობ. უკვე გშინწინ კექსი და უკვე შეიჭამ, ამიტომ მე მგონი გავაკეთებ. მწვადს რომ მივატანოთ, გავაკეთებ მწვანე ლობიო პამიდორში. აი ესე გამოიყურება ჩვენი მწვანე ლობიო პამიდორში. აი ესე. კიდევ შეგეხმიანებით. საღამოს ბავშვებს მოუნდათ რაღაცა. ამიტომ გავაკეთე ეს თიფუნთუშები მწვალ შოკოლადით და შაქრით. Et eux, à la fin, tu bouges le dos. ნიკო, მოდი გავაკეთე დონატები. მოდი შეაფასე. დღეს გავაკეთე ჩემი ალბათ საყვარელი შემოდგომის კერძი. ეს არის გოგრა, ყოფ შუაზე. ვათავსებ ღუმელში 1 საათი 200 გრადუსზე, ოღონდ ზემოდან ფოლგა გადაკრული რომ არ დაიწვას და უბრალოდ კარგად ჩაითუთქოს შიგნით. სუნელებით მე ვიდეო დადებული მაქვს თუ როგორ ვაკეთებ, ამიტომ ვიდეოს დაგიდებთ რომ ნახოთ. და მე რაც გვინდა ძეხვი, ხახვი და ნიური მაგალითად შემწვარი, ზემოდან მოყრილი როგორც კი კარგად მოიხარშება ყველი და ღუმელში. ვერ წარმოგიგენთ როგორი გემრიელია და სასარგებლოც არის ძალიან. ყველი არის მოძარელა, მარილის გარეშე და ესეთი გემრიელი კერძი გვაქვს შემოდგომის. ჩვენც გემრიელად მივირთვით, ლუის დავაწვინე, ახლა არის შუადღის პირველი საათი და ვაკეთებ ტორტს. ჩვენი საყვარელი ტორტი არის ბანანი და კივით. და კრემი მასკარპონი ან მოხარშული როგორც თქვენ გინდათ. ჩვეულებრივი ბისკვიტი მეც გავაკეთე 5 კვერცხით, ახლა დავნამერძით. და ბევრი მაქვს ხილი, ძალიან ბევრი მაქვს ხილი. აგი ბანანები ფუჭდება. წეღან ბებიამ და ბაბუამ ბავშვებს კიდევ ხილი მოუტანეს და ამას გავაკეთებ და მე მგონი კიდე ბანანა ბრედს გავაკეთებ ბანანით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხილი გვაქვს. ჩვენთან ხილი ძალიან კარგად იჭმება, ამიტომ არ გადაიყრება, მაგრამ კივი უკვე მართლა ფუჭდებოდა. ბანანი მინდოდა ესენი დამემატებინა, მაგრამ მეშინია რომ ისედაც უკვე მიდის იქით და მე მგონი ჯობია რომ ეს დავუმატ, რომელიც მოსაწევია.
რომ ძალიან არ გაგვიშავდეს ტორტში. იქ გარაში კრემი კეთდება, როგორც იცით, გარაში მოქვს ჩემი მიქსერი და ეგ არის ყველაზე კარგი რაღაც, რადგან ბავშვს არ ვაღვიძებ. იმხლა ხმაქვს იმ მიქსერს კიდე და კრემი ახლა მზად იქნება, წავალ მოვიდან კრემს. ახლა უნდა გავაკეთო ერთი პატარა ნაჭერი ბანანის გარეშე, რადგან დენის ბანანი არ უნდა, რა თქმა უნდა. ამიტომ ერთ მხარეს მარტო კივით გავაკეთებ და დამამახსოვრდება, ესე გავაკეთებ ალბათ. სახში მქონდა ძალიან ბევრი სტაფილო. ამიტომ ნახევარი ჩავხეხე, ნახევარი ღუმელში შევწვავ ხვალისთვის და ვაკეთებთ ჩახეხილ სტაფილოს სალათას. აქ გჭირდება სტაფილო ჩახეხილი, ლიმნის წვენი, ცოტათი შაქარი, მარილი და კამა. ძალიან უხდება და ძალიან გემრიელია სალათაა, ძალიან ადვილი და მარტივი. Oui, pour faire carottes râpées. Est-ce que je peux en faire ça? Non, non. Moi, je sais pas faire. Hop, je fais attention pour ne pas mettre les pépites. Ai shakaria ესე მეტი არა. რომ ლიმნის წვენი ძალიან რომ მჟავეა. არ იყოს ამიტომ ესე. აქ მოხს გაყინული ოხრახუში თუ პეტრუშკა. Après, tu pourras me donner maman la cuillère. და კამა. და ახლა მაცივარში მოვათავსოთ რამოდენიმე საათი, დაბლა თავის წვენს გაუშვებს და არის უგემრიელესი. ძალიან გემრიელია. სასარგებლო სალათა მაიონეზის გარეშე. ესეც ღუმელში.